არის თავისუფლება. სწორედ ეს გახლავთ თემა, რომელზეც საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე სასკოლო ლიგის წევრებს შეხვდა. მღვდელმთავარმა შემეცნებითი ლექცია ჩაატარა და თავისუფლების მცნების შესახებ მოზარდების აზრი მოისმინა. არის თავისუფლება. დღეს მრავალი სხვადასხვა აზრი არსებობს და რა თქმა უნდა ჭეშმარიტების ამსახველი აზრიც არსებობს, რომელიც სახარებაშია. და ამიტომ ჩვენ ამ საკითხთან უნდა ვისაუბროთ ახალგაზრდებთან ერთად, რაც თავარია უნდა ვისაუბროთ შინაარსობრივად და მნიშვნელოვან საკითხზე და ეს არის ყველაზე კარგი, რომ აი ასეთი შეხვედრები როცა შედგება ხოლმე შინაარსობრივი საუბარი ძალიან ბევრს აძლევს ახალგაზრდობასაც და ჩვენც ყველა ვიზდებით ერთმანეთთან ურთიერთობაში. ეს არის სპორტულად ასე ვთქვათ განვითარებული ახალგაზრდები, რომლებიც ესე სასკოლო სპორტულ ლიგას წარმოადგენენ და რა თქმა უნდა მათ სულიერი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. სასკოლო ლიგა გახლავთ საკმაოდ მასშტაბური პროექტი, რომელშიც წელს 20,000-მდე მოზარდი იქნება ჩართული. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ დღეს აქ ვიმყოფებით, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს და სამების ახალგაზრდულ ცენტრს. ეს ნამდვილად ძალიან რომ მოგცეს უფლება დღეს მოვიდეთ და მოვისმინოთ ლექცია მეუფისაგან. ვფიქრობ ჩვენი მომავალი თაობის სულიერ აღზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ჩვენი მხრივ, ჩვენი პროექტის ფარგლებში ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ და უფრო ვისურვებთ და მზადყოფნას გამოვთქვათ, რომ მომავალში გაგრძელდეს მსგავსი შეხვედრები, როგორც თბილისში, ისევე რეგიონებში. სასკოლო ლიგა 2019 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობასა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სასკოლო ლიგაში დღემდე 20,000-მდე ბავშვია გაერთიანებული. ძალიან კარგი იყო, რომ სასკოლო ლიგის ჩართულობა საპატრიარქოსთან ერთად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯანსაღი ცხოვრების განვითარებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, სულიერი განვითარებაც. საინტერესო შეხვედრა იყო მეუფესთან და ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ესეთ ღონისძიებების ჩართულობა და უფრო გათვითცნობიერება ესეთ საკითხებში. ჩემთვის ეს თემა ძალიან საინტერესოა, სულიერ განვითარებას მოგცემს და უკეთესად მოტივირებული ვიქნებით და არ დავნებდებით და ღმერთი ჩვენსკენ იქნება ყოველთვის. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში მსგავსი შინაარსის შეხვედრები ხშირად იმართება, სადაც მონაწილეები სტუმრებთან ერთად მსჯელობენ სხვადასხვა აქტუალურ თემასა და საკითხზე.